პენიტენციურ სამსახურს აქციიდან გამომდინარე რეაგირება მოუწია. აქციის მონაწილეებს შეხვდა ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, რომელმაც პირობა გასცა, რომ სინდისის პატიმრების, ანასტასია ზინოვკინასა და ნინა სანდერის მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს მათ ადვოკატებს გადასცემენ და თუ ჩაითვლება, რომ მიწოდებული სერვისი საკმარისი არ არის, შენიშვნებს გაითვალისწინებენ. აქციაზე იმყოფებოდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ყოფილი პატიმრები, რუსთაველის პროტესტის მონაწილეები და პოლიტიკოსები. ადგილზე იმყოფებოდა მასწავლებელი ნინო დათაშვილი, რომელიც ასევე რეჟიმის პატიმარი იყო და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით დატოვა საპრობილე. რაც შეეხება პირობებს, რომელიც არის საპატიმრო დაწესებულებაში, არასდროს არ ყოფილა სახარბიელო და შემიძლია თამამად თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც იქ ვიმყოფებოდით და იმყოფებიან ახლაც, მათი უფლებები არის მკვეთრად შელახული. ამ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ ანასტასია ზინოვკინაზე და ნანა სანდერსზე, მე ვფიქრობ, რომ უნდა მიიღოს მხედველობაში ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ამ შემთხვევაში მართავს ამ სისტემას, იმიტომ რომ ელემენტარულ საჭიროებაზეა აქ ლაპარაკი, შეიძლება იყოს საუბარი გამაყუჩებელზე, შეიძლება იყოს საუბარი ელემენტარულ სერვისზე, დიაგნოსტიკაზე, მოდი დავარქოთ ასე, მე არ ვარ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ ელემენტარულ მომსახურებაზეა საუბარი, რომლის სერვისსაც ადამიანები ვერ იღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმებაც, მათ შორის იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გადაყავთ პატიმრები, იცოდნენ, რომ ჩვენ მუდმივად ვიქნებით საქმის კურსში, ზოგადად თუ რა ხდება ამ ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი სოლიდარობა, ჩვენ გამოვყავით ეს ორი პატიმარი ქალი, იმიტომ რომ მათ დაუყოვნებლივი ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ციხეში არიან პოლიტიკოსი ქალები, ციხეში არიან პოეტები, ჟურნალისტები, მსახიობები, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი და ამიტომ ყველა ისინი უნდა დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ.